18 წლის მარი, მიუხედავად ასაკისა, მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. თუმცა ახალ ხმაში სუპერმწვრთნელების წინაშე გამოსვლა შეიძლება მისი ცხოვრების საეტაპო მომენტად იქცეს. მარიამ ჩაჩხიანი, 18 წლის, ცხოვრობ თბილისში. მიყვარს ხატვა, ჯირითი და ცურვა. ჯირითი ვისწავლე ბოლნისში. ჩემო მეგობრებმა მასწავლეს და 4 წლის წინ ვისწავლე ჯირითი და იმის მერე ყოველ ზაფხულს ჯირითობ ხოლმე. მღერი 3 წლიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის სიმღერა. როდესაც კონკურსებზე გავდივარ, ჩემი ოჯახი პირველი გულშემატკივრები არიან ჩემთვის და ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში მიდგანან გვერდით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი მაძლიერებენ ყველანი ერთად. ჩემი ძალების გამოცდა მინდა ამ პროექტში. ბრმა კასტინგზე ჩემი აზრით რამოდენიმე ადამიანი შემოტრიალდება. ამის იმედი მაქვს. სახელი გვარი? მარიამ ჩაჩხიანი 18 წლის. ძალიან სასიამოვნო, ძალიან ლოგიკური იყო. ის რომ ჩვენ 4-ვე შემოგიტრიალდით. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მე რამხელ ენერგიას ჩავდებ თქვენში? აი, მაქსიმალურად ვეცდები რომ მთელი ჩემი ენერგია, რაც მე გამაჩნია, რაც მე მიკეთები ამდენი წლების განმავლობაში, აი ყველაფერს ჩავდებ. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა ჩემი მწევრებს მე არავის არაფერს არ მოვაკლებ, მაგრამ აი რაღაცა განსაკუთრებული მოხდა ეხა ჩემში, იმიტომ რომ ესე რომ აი რაღაცნაირად აი მთელ ტანში დამბურძგლა და წამოვიდა და რაღაც ესეთი რამე ჯერ არ მომსვლია არც ერთზე და ამიტომ მაქსიმალურად გპირდები იმას, რომ აი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ აი ამ სცენაზე და სხვა სცენაზე დიდხანს იდგე. ალბათ ეჭვიც არ გეპარებ, ანუ ჩემთანაც არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. ერთადერთი მინდა შენთან ერთად მოვიგო ეს შოუ და თუ წამოხვალ მინდა ძალიან რომ ფინალში ბოლომდე თავი ურტყათ კედლებს და გადავრიოთ საქართველო. ჩემში მე ფავორიტი არ ამყავს და მე ვფიქრობ რომ შენც არ აქვს მნიშვნელობა ვის გუნდში იქნები. ყველას გუნდში იქნები ყველაზე ძლიერი და
ჩემს სულში შემოხვედი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ იგებს მწვრთნელი ამ შოუს, იგებს კონკურსანტი. შენ თუ გინდა რომ მე მოვიგო, წამოდი ჩემთან. მე რაღაც სპორტსმენული რაღაცები შეგამჩნია, რაც ძალიან მომეწონა და ერთადერთი რასაც ვიტყვი, მაგდა ვასაძე ხო მოგწონს. მაგდა ვასაძემ და მე ერთად გავაკეთეთ ის სიგიჟეები, რაც იხილა სრულიად საქართველოს. ზუსტად იგივეს გთავაზობ არანორმალურ ექსპერიმენტებს და მუსიკალურ ძიებაში ვიქნებით და ძალიან მაგარი პროცესი გველის თუ კი მე და შენ ერთად ვითანამშრომლობთ. მეც რა მინდა გითხრა რომ ეს სამი მწვრთნელი რომელიც ახლა აი აქ არაჩვეულებრივი ადამიანები პროფესიონალები თავის საქმის ხო უკვე მესამე სეზონია ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას მე პირველად მოვედი და არ გაინტერესებს რას ვიზამ ოღონდ ექსპერიმენტს ნამდვილად არ გთავაზობ არანაირ ექსპერიმენტს არ გთავაზობ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ გადახედავ ჩემ განვლილ გზას ჩემ შემოქმედებას მე ვფიქრობ რომ ნამდვილად არ წააგებ, ასე რომ კარგად დაფიქრდი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ახლა. ძალიან მაგარში. ნამდვილად მაგარში ხარ, 4-ვე მწვრთნელი, აგერ გაბავთ. ისე გადა დათო. ძალიან კარგი მოხარ. ნამდვილად არ გამიგვიდა არც მე და არც შენ გულშემატკივრებს რომ შემოგიწია და 4-ვე. ძალიან მაგარია. ოჩა, ძალიან მაგარი მოხარ. მაგრამ არც ჩვენს გაკეთება აუ გაგიჭირ იმეს გასაგები. ძალიან რთულია როცა 4 ადამიანი გეუბნება ჩემთან ჯობია. მაგრამ შენ არჩევანი გააკეთე და წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. დაიხარა. ოჩა. ის აგრძელებს ჩვენი ვოისის ტრადიციას, რომ ჩვენთან არიან სუპერ მომღერლები. მას ქონდა შანსი, რომ ის ჩემთან აღარ წამოსულიყო, რაღაცეებზე დაფიქრებულიყო. კამიკაძეა ეს ადამიანი და ეხლა დაველოდებით, რომელი მაგარი გამოვარდება დათოს გუნდიდან რინგებზე. ერთ-ერთი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ადამიანი, მაგრამ მას ეს უღირდა, მას ეს აწყობდა და მე წარმატებებს უსურვებ.